ენგურჰესზე ტურისტული აქტივობები ფართოვდება უკვე მიმდინარე თვეში ქვეყნის ყველაზე მაღალი ზიპლაინი იხსნება 320 მეტრიანი სიმაღლით და 600 მეტრიანი სიგრძით. მომავალ წელს დაგეგმილია სანაოსნოს გახსნაც, ხოლო უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კაშხალზე პანორამული შუშის ლიფტის მოწყობა, რომელიც სტუმრობის დროს თითქმის 1 საათით შეამცირებს და ატრაქციას მნიშვნელოვნად განახლებას უზრუნველყოფს. როგორია წლევანდელი მაჩვენებლები, რამდენად გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა და რა ახალი პროექტები ემატება ენგურჰესის ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ამ საკითხზე უფრო ვრცლად სტუმართან ენგური ატრაქციის დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, მადლობა გაცემეს სტუმრობისთვის. ამ და ესეთ მნიშვნელოვან პროექტებს ბიზნეს პარტნიორი ძალიან გულშემატკივრობს და მაქსიმალურად როდესაც რაიმე სიახლეა თავაზობთ ხოლმე მაყურებელს. გამორჩეული სხვა შემთხვევებისგან ბუნებრივია, ეხლა ეს შემთხვევაც არის იმით, რომ დავუშვათ უკვე ველოდებით მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც მე ახლა მაყურებელს გავაცანი. მაგრამ საინტერესო უკვე თქვენგან რომ აუხსნათ, რას ველოდებით და მე როგორ ვისაუბროთ, როგორ იყო 2025 წელი, რამდენად ამართლებს ეს პროექტი ტურისტული თვალსაზრისით, იმ კუთხით, რომ რეალურად რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო. მოგესალმებით და მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ ძალიან ინტენსიურად ხართ დაინტერესებული ჩვენი პროექტით და ხშირად შუქდება და ამისთვის თქვენ და თქვენ შემოქმედებით ჯგუფს ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება იმ პროექტზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ როდესაც ვიწყებდით მუშაობას, არაერთხელ მაქვს ნათქვამი, პირველი, რასაც მივაქციეთ ყურადღება, რომ ვიზიტორების რაოდენობის ზრდა იყო მნიშვნელოვანი, რაც თავისთავად მოიყვანდა ინვესტორებს და ეს კონკრეტული პროექტები ინვესტიციებით, კერძო ინვესტორებით განხორციელდებოდა და ზუსტად ესეც მოხდა. სანაოსნოც და მათ შორის ზიპლაინიც, ზუსტად კერძო ინვესტიციაა, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ გაამართლა პროექტმა. ინტერესი ძალიან დიდია ენგურის კაშხლისადმი და აქვე ჩვენ საზოგადოებამ იცის, რომ ბევრი, ასე ვთქვათ, სივრცეები შევძინეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყველა სეგმენტზე იყოს მორგებული და ყველა გემოვნებაზე იყოს მორგებული იქ მომსვლელი ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, დახვედრა. და ზიპლაინი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და მე იმედი მაქვს, რომ ეს ზიპლაინის გახსნა დაახლოებით 10-15%-ით გაზრდის ჩვენი ვიზიტორების რაოდენობას. ამის ძალიან დიდი იმედი. ხო, აქ შემოდის მთავარი ნაწილი, ინვესტორების თემას საოცრად შევეხები, უსაფრთხოების საკითხი, იმიტომ რომ რაოდენ მიმზიდველი და სასურველიც არ უნდა იყოს ამ პროექტის განხორციელება, მთავარი არის ამ შემთხვევაში უსაფრთხოება და აი ეს კუთხე რამდენად არის უზრუნველყოფილი იმ გაგებით, რომ რა გვაძლევს გარანტიას, რომ ეს პროექტი იქნება უსაფრთხო? რა თქმა უნდა, პირველ რიგში პროექტი, როდესაც მუშავდებოდა და ეს პროექტით განხორციელდა, იქ იყო კონსტრუქციული ნაწილი, მდგრადობაზე, გეოლოგია, მთელი რიგი საკითხები იყო ჩართული. მე შესაბამისმა უწყებებმა გასცეს ამის ნებართვა და რომ დასრულდება სამუშაოები, რა თქმა უნდა, ის ობიექტი, იმ ორგანოები ჩაიბარებენ ამ სამუშაოებს და ეს არის ის გარანტია, რომ ასე ვთქვათ, ის არის მაქსიმალურად უსაფრთხო. თან ამ სფეროში გამოცდილმა კომპანიამ, რომელსაც არაერთი ზიპლაინი აქვს საქართველოში, განახორციელა ეს პროექტი და ზუსტად ეს არის მთავარი ნიშა, რომ არ შემოვიდა შემთხვევით, ასე ვთქვათ, გუშინ დაწყებული კომპანია, ვინც გუშინ დაიწყო, იმიტომ რომ გამოცდილება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ჩვენი ამ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყების. და შესაბამისად ექსპერტიზები ჩაუტარდება ექსპლუატაციაში მიღებამდე და შემდგომ მოხდება უკვე მისი ექსპლუატაცია. ასე რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების ნორმები. კი ბატონო, 15%-ით ელოდებით აი ამ შემთხვევაში უკვე ტურისტების ზრდას მაჩვენებს. ეხლა როგორი სურათი, მაგალითად 2025 წლის განმავლობაში რამდენი ტურისტი ეწვია? 50,000 ვიზიტორი ყავს. ეს დაუშვათ დაგეგმილი იყო ამ მოცულობის თუ უფრო მეტია დაგეგმილზე, ანუ სტატისტიკურად მაყურებლისთვის თვალსაჩინო რომ იყოს ზრდა რამდენია? იცით რა არის, წლევანდელი წელი შარშანებთან შედარებით 5%-იანი ზრდა არის, შარშან ცოტა მეტი ასე ვთქვათ ზრდა ჰქონდა, მაგრამ ჯგუფები, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა კონკრეტული მიმართულების ჯგუფები, ვისაც ძალიან აინტერესებს. ეს არის რა თქმა უნდა საერთაშორისო ვიზიტორები, ვინც უცხოეთიდან შემოდიან და ძალიან დიდი სეგმენტი გახდა სკოლების.
და ისთვის ინტერესი. და აი ეს გვახარებს, რომ მომავალთაობა ძალიან დიდი ინტერესი აქვს ამის მონახულების. ჯერ თვე არ დამთავრებულა და იმედი მაქვს, რომ შარშანდელს გაუტოლდებით 50000 ვიზიტორი ყავდა, ну, დღის მონაცემებით წელს, შარშან ყავდა 52000 ვიზიტორი. ну, არ ვიცი, მაგას ვერ ვიტყვი, რატო ხდება, შესაძლებელია, რომ სვანეთში სხვათა შორის ზოგადად უჩიოდნენ რაღაც ვიზიტორების რაოდენობას წელს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გაზრდილი იყო, ქუთაისში გაზრდილი იყო, ჩვენ ძალიან ვაკვირდებით. მეტი პოპულარიზაცია და საინფორმაციო კამპანიის ჩატარება ხომ არ არის საჭირო? შესაძლებელია რაღაცა მოვაკელით, იმიტომ რომ ძირითადად ინფრასტრუქტურულ ნაწილებზე მუშაობთ და განვითარებაზე. ხა ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ ჩავარდნა გვაქვს, იმიტომ რომ სოციალური ქსელი ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენი საიტი ძალიან კარგად მუშაობს. ვიდეოები მაქსიმალურად იღება, ძალიან დიდი ინტერესია, მაგრამ რაღაცა ასე თქვათ ის ზრდა, რასაც მე ველოდი შარშანდელთან შედარებით არ იყო. 5%-იანი ზრდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვინაიდან ყოველწლიურად რაღაცებით ვიზრდებით, იმედი მაქვს, რომ აი ზიპლაინი, მათ შორის სანაოსნო 5-ზე მეტ პროცენტს მოიტანს მომავალი წლისთვის. და კიდე ის დიდი გეგმები, რა გეგმებზეც მუშაობ. აი მაგალითად ადამიანი, რომელიც არასდროს არ ყოფილა და მხოლოდ სოციალურ ქსელში შეხვდა ეს ამ ტიპის ინფორმაცია. რა დახვდებათ, როდესაც ჩამოვა ამ ობიექტზე და რას ნახავს იქ? რატომ არის საინტერესო, რატომ უნდა გეწვიოთ? პირველი ის, რომ სოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულ საინჟირო ნაგებობასთან არის, ასე ვთქვათ, შეხება. თან როგორიც არის ენგურხეს. როგორც არის ენგურის თაღოვანი კაშხალი, იმიტომ რომ სოფლიო ათეულშია, თავისი არა მარტო სიმაღლით და გაბარიტებით და ასე ვთქვათ მოცულობით, არამედ საინჟირო გადაწყვეტილებებითაც. როგორც შენდებოდა თან იმ პერიოდში, როცა ეს შენდებოდა, ესეთი გადაწყვეტილებები ძალიან ნოუ-ჰაუ და ასე ვთქვათ ახალი იყო. პირველი ამასთან შეხება. შემდგომ ჩვენ როგორც თქვი, გვაქვს მთელი რიგი, ასე ვთქვათ, მარშრუტები სპეციალურად შერჩეული. ამაში შედის დემოლოგია, ახალგახსნილი მუზეუმი, სადაც ადამიანს ექნება შესაძლებლობა ნახოს ყველაფერი კაშხლების შესახებ, მათ შორის თახვები როგორ აშენებენ კაშხლებს და პირველი კაშხალი როდის შენდება, როგორ ვითარდება კაშხლების მშენებლობა და რისთვის შენდება ზოგადად კაშხლები. არა მარტო ელექტროენერგიისთვის და ბევრი სხვა ფუნქციაც გააჩნია. ამ დემოლოგიის მუზეუმს ნახავს კეთი მელქაძის არაჩვეულებრივ გამოფენას, რომელიც გალერეას ფერუმი, რომელიც მუდმივ მოქმედია და გახსნილია და საოცარი ესეთი გამოფენა მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ საქართველოში არ არსებობს. ესეთი საოცარი ნამუშევრებით შექმნილი გამოფენა. კინოთეატრი, სადაც შესაძლებლობა გაქვს ენგურხესზე ბევრი რამე გაიგო. პეტროგლიფების, ანუ კლდის ხელოვნების გალერეა, სადაც თავმოყრილი არის საქართველოში ეს უძველესი ხელოვნება ერთ სივრცეში და გამოფენილია თანამედროვე მიდგომებით. თვითონ კაშხლის მონახულება, კაშხლის ტანში შესვლა და ბევრი იმ ნიუანსის ნახვა, რაც აქამდე საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. აი ამ ყველაფერს ერთად ნახავს. ეხლა დაემატება ზიპლაინი, ექსტრემალური, ასე ვთქვათ, ნაწილი, სანაოსნო, კეთილმოწყობილი სანაოსნო ადრე არსებობდა, მაგრამ ეხლა, ასე ვთქვათ, თანამედროვე სტანდარტების სანაოსნო იქნება. ეს დაემატება და მუშაობთ იმ პროექტებზე, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ იქ მიმსვლელი დიდხანს დაკავდეს და მალე არ გაიქცეს, რომ ყოველთვის აი რო ვიწყებდით, სულ ამის პრობლემა იყო, რომ რაღაცა აი დიდი ხანი არ გვაქვს, ცოტა ხანი გვაქვს და არ რას ვნახავთ. ეხლა ჩვენ ისეთ პროექტებს ვაკეთებთ, რომ ზუსტად მთელი დღე გვინდა რომ დავაკავოთ ადამიანი და იქიდან თავისი ნებით რო არ წავიდეს და მუდმივად ასე ვთქვათ, იქ ტრიალებდეს და გაერთოს. და ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ ახსენეთ, რომ ინვესტორებისთვის უკვე სხვანაირად საინტერესო გახდა. რეალურად ვინ არიან ეს ინვესტორები? ან მაგალითად ვის ესაუბრებით და რა არის მთავარი, რითაც აინტერესებთ ინვესტორებს, რომ მაქსიმალურად ჩადონ ამ ნაწილში ინვესტიცია? აი, როგორც გითხრა, პირველ დავიწყებ ზიპლაინის, მაგალითად კომპანია, რომელიც ჩვენ მაშინ ეხლა ჯამში 250,000 ვიზიტორს მივაღწიეთ ამ ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში. მაშინ 100,000 ვიზიტორი იყო უკვე ნამყოფი, როდესაც თვითონ მოინტერესდა ზიპლაინის კომპანია, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ რამდენად შესაძლებელია ზიპლაინის განხორციელება კაშხალზე. დავათვალიერებინეთ ადგილი, ვანახეთ.
შემდგომში მოხდა შეთანხმება და საკუთარი ფული ჩადეს, ინვესტიცია განახორციელეს და დაინახეს პერსპექტივა, რომ აქ ძალიან დიდი შესაძლებლობა და ესევე სანაოსნოც. რომ ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს ამ ხელაწყლის მოცულობას რო ხედავენ, რომ სანაოსნო არის თუ არა და ზუსტად კეთილმოწყობილი სანაოსნო. მაგრამ ლიფტიც მაინტერესებს ის ხიალი. ეს ლიფტი სამომავლო გეგმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პანორამული ლიფტი, რომელზეც აი ზუსტად ეხლა ინვესტიციის მოზიდვაზე ვმუშაობთ. პროექტირების ნაწილი გვაქვს და პროექტი ბოლომდე გასაკეთებელია, რომ ასე ვთქვათ, პანორამული ლიფტი გარდა იმისა, რომ ცალკე ატრაქცია იქნება. წარმოიდგინეთ 250 მეტრზე შუშის კაბინებით, რომ იმოძრავებს ადამიანი ვიზიტორები. და არა მარტო ვიზიტორები, თვითონ კაშხლის მომსახურე პერსონალიც. გარდა ამისა, შეამცირებს ვიზიტის და თვითონ კაშხლის დათვალიერების დროს. დღეს თუ 2 საათნახევარი გჭირდება, 1 საათში მოახერხებ ყველაფერი დაათვალიერო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ სიახლეებთან დაკავშირებით ბიზნეს პარტნიორის სპინ კაბინეტში ნიკოლოზ ანთიძე საუბრობდა.